საქართველო, რომელმაც უძლიერესი გუნდი პორტუგალია დაამარცხა, მოვიდა ნახევარფინალში, რადგან დაამარცხოს სერბეთის ნაკრები. ნახოთ, რამდენად შეძლებს საქართველოს ნაკრები სერბეთის ნაკრების დამარცხებას. და გავათამაშეთ აქ ბურთი კიტეიშვილი, მიდის ლომინაძე, ჩაწოდა საჯარიმოში, ოდიშარია ვეღარ დაარტყა. სერბები მოდიან შეტევაზე, ვლაჰოვიჩი მოდის, რომელიც რთული შესაყოვებელია და უნდა შევაკავოთ რომელნაირად ბარაბარ შევაკავეთ და საბოლოოდ მაინც გავანეიტრალეთ და ეხლა ქართველები გადატიან კარგ შეტევაზე, კარგია. კიტეიშვილი და მოგეხსენებათ დღეს, ანუ 10 მაისს არის ელ კლასიკო. ბარსელონა რეალ მადრიდის წინააღმდეგ. თუ გამოიცნობ რომელი გუნდი მოიგებს და რა ანგარიშით, ვიდეოში მოგახვედრებ. თუ ბარსელონამ ეს ელ კლასიკო მოიგო, ავტომატურად ჩემპიონი ხდება, ან თუ ფრევი ითამაშა. თუ მადრიდის რეალმა მოიგო, ბრძოლა ჯერ კიდევ და კიდევ რჩება რაღაც პატარა შანსები რომ მოუგოს იმას რა ქვია, რომ მოიგოს ლა ლიგა და აქ შეცდომა დაუშვა მეკარე, მაგრამ თავისივე შეცდომა გამოასწორა მალე. და ჩემპიონთა ლიგის ფინალი არის ის PSG ეჯიბრება არსენალის ნაკრებს კი არა გუნდს 30 მაისს საღამოს 8 საათზე, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდებით ყველა. და გაგნიძე და გოლ! აქ გაგნიძემ გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. და თუ გამოიცნობთ, კიდევ უნდა გამოიცნოთ 30 მაისს, რომელი გუნდი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, PSG თუ არსენალი და ვისი გულშემატკივარი ხართ, კვარაცხელია ვერ დაეწია ბურთს და მოდიან სერბების შეტევაზე, მილეკოვიჩ შავიჩი ტაბიძემ ჩაჭრა, გაგნიძე და ვეღარ წამოიღო გაგნიძემ, ვლაჰოვიჩი მოდის შეტევაზე და ახლა სახიფათო შეტევა არის. რა ხდება? სერბეთია ბურთით და სასაცილო ოფსაიდი. თუ ვერ დაინახეთ გეტყვით რომ სასაცილო ოფსაიდი იმიტომ არის რომ და სად გამოდის ბერუაშვილი პირდაპირ კარში არ დაარტყან. გადაურჩით აქ პირდაპირ კარში რო არ დაარტყეს სერბებმა. ესაც ახან ისეთი თამაშგარი იყო, მიქონა ფეხბურთელს ბურთი მოარტყა თავისიანს, რომელიც თამაშგარაში იყო და ჩაითვალა თამაშგარე მდგომარეობა და კვარაცხელიამ ვერ წაართვა ბურთი სერბეთს და ახლა სერბები მოდიან შეტევაზე და კარგია. სერბები კვლავ შეტევაზე არიან და რა ხდება და სამწუხაროდ გაათანაბრეს ანგარიში ვლაჰოვიჩმა, რომელზეც ამდენი ხანი ვლაპარაკობდი და ვიძახით რომ რთულია მის შეჩერება, მართლაც ასე ყოფილა და სამწუხაროდ წინ კი არა, სამწუხაროდ ათანაბრებენ სერბები ანგარიშს და მორჩა პირველი ტაიმი 1-1. აბა ვნახოთ მეორე ტაიმში მაინც თავდებთ თუ არა ძალიან კარგ შედეგს. სერბები დაიწყებენ მეორე ტაიმს და მოდიან. ის რა სახიფათოა! სავიჩი და კარგი იყო ქოჩორაშვილი. კვარაცხელია, რა კარგი შანსი! ეს PSG-ს ხვიჩა კვარაცხელია, არ დაარტყა, კარში შეიტანა და ისე გაიტანა გოლი. ესეთი რამე პირველად ქნა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს წინ გაიყვანათან
რა მაგარი რამე მეკარეს გვერდია უარა და შეიტანა კარში ბურთი და საქართველო წინ გადის ისევე კვლავ და ოპა კარგი მამა გეიშვილი დაბა დარტყმა ვეღარ გამოვიდა და სერბები მოდიან ბურთით გაგნიძე ხარებაშვილი კვარაცხელია არა კვარაცხელია ვეღარ იმოქმედა კარგად და ისევ სერბები არიან ბურთით და რა ხდება და პენალტი სამწუხაროდ და გაგნიძეს ყვითელი ვარდი გადავრჩი წითელი რო არ არის მაგრამ აი პენალტი რო არის მან რა უნდა ვქნათ აბა ახლა გამოჩდება რა პენალტი არა გადავრჩით და კარგია რო ჯარემა იყო და არა პენალტი და ჩვენ მახლოს ძალიან ახლოს ვართ ფინალამდე ცოტა ხანში მატჩი ამოიწურება მაგრამ გოლი არ უნდა გაგვიტანონ შეუყოლა კარგად და მაინც სერბები არიან ბურთით მაგრამ ტაბიძემ გამოიტანა აქა და ძალიან დაიღალნენ ქართველი ფეხბურთელები გეიშვილი ხარ ისა ტაბიძე ხარებაშვილი კარგია ლობშა ის ლომინაძე მიდი ლომინაძე დარტყმა რა სამწუხაროდ ამ დარტყმამ არ იმოქმედა და სერბებში აქ შეცვლა მიმდინარეობდა ბურთი გადმოვარდა მაგრამ ისევ ქართველები ვართ და ის რა კარგი პასი კვარაცხელიაზე მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა აქ და სერბეთში შეცვლა მიმდინარეობს და კარგია შეცდომა დაუშვეს ლომინაძე და მატაობა უნდა და ხარებაშვილი გაუვარდა ნახეთ რამდენად არიან ქართველი ფეხბურთელები დახლილი ტაბიძე წაიქცა კიდეც და პასი ვეღარ გააკეთა და მალე მორჩება თამაში რომ არ იმას ქნან რა ქვია არა მოგვიქაჩონ და გვჭირდება ეხლა გამარჯვება კაკაბაძე და ვლაჰოვიჩის მოდის გოლი არ უნდა გაგვიტანონ და რა ჯარიმა ვაჩუქით ეხლა ლოჩოშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და დარტყმა გადავრჩით ბერუაშვილის კარგი თამაშით და რა შვება ბერუაშვილი სამწუხაროდ გაათანაბრეს ბერუაშვილის სასტიკი შეცდომით რაც არ უნდა დაეშვა ამნაირი შეცდომები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არ არის საპატიებელი და კვლავ ათანაბრებენ სერბები და კაცმა არ იცის ექსტრა ტაიმში რა მოხდება იმიტომ რომ იმდენად დახლილები არიან საქართველოს კრების თითოეული ფეხბურთელები რომ რა ვიცი და სერბების შეტევა საერთოდ არ მოგვიგონ ახლა და რა ხდება მოდიან ისევ კვლავ სერბები შეტევაზე და ჩააწევდეს არა ვეღარ ჩააწევდეს და მორჩა ძირითადი დრო და ეხლა ექსტრა ტაიმი გვექნება და რა უნდა ვქნათ ახლა და შევცვალოთ ფეხბურთელები აი შემოვიდნენ დასვენებული ფეხბურთელები იმიტომ რომ ეხარ უძლებდნენ ისინი ჩაკვეტაძე კვარაცხელია ხარებაშვილი და ლოჩშვილი საერთოდ ბოლომდე დაღლილები არიან შეუყოლა დავითაშვილი ჩააწოდა საჯარიმოში დარტყმა აღარ გამოვიდა და რა ხდება არა იგივე შეცდომა უნდა მოსვლოდა რაც პორტუგალიას მაგრამ არ მოუვიდა
სამწუხაროდ და სერბები მოდიან აქ შეტევაზე, მაგრამ ლოჩოშვილი კარგად თამაშობს, მოარტყა და რა ხდება? კარგია, დავითაშვილი ჩაწოდა საჯარიმოში, მაგრამ არა ზუსტად. ამოარტყა ბურთი სერბეთის მეკარემ მიქაუტაძე და მორჩა ექსტრა პირველი ტაიმი და ექსტრა მეორე ტაიმი იწყება. კვარაცხელი, ლოჩოშვილი და ვნახოთ ამ ექსტრა მეორე ტაიმში მაინც თუ შევძლებთ რამეს. ლობჟანიძე კარგი მოძრაობა და გამოიტანეს სამწუხაროდ ხარებაშვილი. კარგია, ჩაკვეტაძე პასი გააკეთა კაკაბაძეზე. რა ხდება? კაკაბაძე რა სვები? ძალიან დაიხალნენ ეტყობათ. და კიდევ სერბები მოდიან, მაგრამ კაკაბაძემ გამოიტანა. კვარაცხელია გაუყოლე, ვერ გაუყოლა იქით მიქაუტაძეს, რომელიც გახსნილი იყო. იმიტომ რომ კარგია ბეროაშვილი და ექსტრა მეორე ტაიმით გავიდა და პენალტების სერია სერბები დაარტყმა და გაგვიტანეს. ახლა დაარტყამს მიქაუტაძე და ზუსტი ამის დარტყმა მიქაუტაძე. რომელი იყო ვერ დაინახე. სერბების დარტყმა და 4-3 ჩაკვეტაძე ურტყამს. დარტყმა ჩაკვეტაძე და 4-4. ჯერჯერობით არ გვაქვს გაფუჭებული პენალტი, სერბები ურტყამენ და კიდევ ზუსტი შესრულება სერბებისა. კვარაცხელია დარტყმა და 5-5, არც ხლა არ გვაქვს გაფუჭებული პენალტი. სერბები ურტყავენ დარტყმა და კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა. 6-5. დავითაშვილი დარტყმა და 6-6 კარგია. სერბები ურტყამენ ახლა. დარტყმა და აცილეს. ერთი ზუსტი დარტყმა გვაშორებს მსოფლიოს ფინალამდე. დარტყმა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. გილოცავთ. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. და იქ ნახავთ ახლა გავიგებთ ცოტა ხანში ვისაც დაუპირისპირდება. ჩვენ სერბეთს 7-6 მოვუკეთ საქართველოს, ხოლო ესპანეთმა ჩილეს 5-3, ანუ ჩვენ ფინალში ვეჯიბრებით ესპანეთს. ვნახოთ რა იქნება. იქნება თუ არა კარგი შეხვედრა და რა ანგარიშით მორჩება.